რაღაცები რაც სრულიად ნორმალურია ქალის სხეულში, მაგრამ სოციალური მედია გვეუბნება რომ არა. ეგრეთ წოდებული მუცელი. მუცელი ზოგადად რო გაქვს, ანუ ესეთი ფოტოები. და ასეთ ფოტოებს რო უყურებს გოგოები და ფიქრობენ, ოუ, ესეთია კარგი და ესეთი რო გაქვს? ძალიან ცუდი. მინდა ვთქვა რომ ზოგადად ქალის სხეულში ცხიმოვანი პროცენტობა უნდა იყოს მეტი ვიდრე კაცის სხეულში, იმიტომ რომ ქალს სჭირდება ცხიმოვანი პროცენტობა ორგანიზმში, რომ კონდეს ჯანსაღი და კარგი რეპროდუქციული სისტემა. ეგ რა არის? ეგ არის ციკლი. ეგ არის ჰორმონები. თუ დაიწყებ დიეტებს, შიმშილობას, კალორიებს ძალიან დაადაბლებ, ასე ვთქვათ, ასაც აკეთებენ ბოდიბილდერი ქალები. მაგრამ შენ არ გექნება ციკლი. თმების ცვენა დაიწყება. მოტენtildeობა გექნება ტანში და გაიგოთ რომ სრულიად ნორმალურია ცხიმოვანი მასა ორგანიზმში. იმიტომ რომ გვჭირდება ცხიმი არ არის ცუდი გარკვეული რაოდენობის. კონდეს წესიერი იმუნიტეტი. და ყოველ რა ვიცი ქარზე არ გაცივდე. რაც ძალიან ხშირად მქონდა მე, როცა ვდიეტობდი. და როცა არ ვჭამდი წესიერად. სტრიები ჩდება, როცა ორგანიზმი მალევე იმატებს წონას. ან იკლებს. იმიტომ რომ კანი წყდება, ასე ვთქვათ. იგივეა, ბიჭებსაც ემართება, ვინც რა ვიცი, ვარჯიშობს ან ბევრს და რა ვიცი, ძალიან მალევე იმატებს წონაში, სტრიები აქვს. რა ვიცი, რა გითხრათ, ეს არის ძალიან ნორმალური პროცესი ორგანიზმის, მაგრამ არა, მაინც გონია ხალხს რომ ეს უշნოვია. კაი, მაგას დავანებოთ. ცელულიტის საწინააღმდეგო მასაჟი, ცელულიტის ანტი რაღაც არ არსებობს. შეუძლებელია ცელულიტი გაქრეს მასაჟებით, ვარჯიშებით. ოკეი, ეს მინდა შეიგნოთ. ცელულიტი იგივე არის ცხიმის დაგროვება. რაც არის ნორმა, იცით? და სუსტ გოგოებსაც კი აქვს ცელულიტი. ქალის სხეულს ეგეთ რაღაც ჩვევია. იცით? მაგრამ არა ხო ეს ყოველშუა ხო იზარ. ძალიან ეტყობა, ზოგს ნაკლებად ეტყობა, მაგრამ რატო არის ცუდი ხალხო? ნაოჭები სიბერე რო გეწყობა ადამიანს, ასე ვთქვათ. ყველა ძალიან გაურბის, რა ვიცი, ასე ბოტოქსებს თუ ფილერებს იკეთებენ თუ რა ქვია, ბოტოქსებს იკეთებენ, რომ არ დამეტყოს. რატო გეშინიათ რომ დაეტყოს შენს ორგანიზმს რაც არის ბუნებრივი? რატო? ანუ კაცი, მაგი შეგიძლია რომ გაიკეთო, მაგრამ ყველაზე სასაცილო რაც არის რომ კაცს თუ აქ ისინი არა უშოთ, მაგრამ ქალთან არის ძალიან ბევრი მოთხოვნა, რომ არ უნდა კონდეს იცი ნაოჭები, არ უნდა კონდეს ნაოჭები. ხმა ტანზე. იცი რა კაცი და მაგრამ ქალს არ უნდა კონდეს. რატო? რაც ბუნებრივია, რაც შენი ორგანიზმი გამოყოფს, ეგ არ უნდა კონდეს?